ჩრდილოეთ იტალიაში თითქმის ყველა ხეს პატარა აბრა აქვს მიკრული. წარწერა გვამცნობს, რომ ის ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული მეომრის პატივსაცემად დაირგო. ლავრენტი ჯაფარიძეც იტალიის ქართველი გმირია. ჰერბანიის მხარეში 92 წლის მოხუცს ყველა იცნობს. ის ერთ-ერთი უკანასკნელი ქართველი პარტიზანია. 20 წლის იყო, როცა მეორე მსოფლიო ომში ამბროლაურის სოფელ ღარიდან გაიწვიეს. ჩრდილოეთ იტალიის ალპებში ფაშისტებს ებრძოდა. ერთხელაც დაჭრილი იტალიელმა მეტდამ მარია პერონმა გადაარჩინა. ასე შეიქმნა ქართულ-იტალიური ოჯახი. დავიჭერე მე აქ პალოტორა იყო, პალოტორა. საიკო პალოტორა. ხუია. ხუია. გამოვიყო ყველაფერი და ქორწილი. გავაგე. იმ სოფელში სადაც ვიყავით. შემდეგ იყო მშობლიურ რაჭაში დაბრუნების ოცნება და განაჩენი. ქართულ-იტალიური ოჯახი საბჭოთა საქართველომ არ მიიღო. ლავრენტის მეუღლეს და არგენტინის პრეზიდენტ ხუან დომინგო პერონის ბიძაშვილ მარიას ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისთვის იტალიის გმირის წოდება მიანიჭეს. ჰერბანიის ერთ-ერთ ქუჩას და სკოლას დღემდე მისი სახელი ჰქვია. მუშაობდი აქ სოფელში და მუშაობდი, მე წავედი ფაბრიკაში. მექანიკური ფაბრიკა. ჩვენი გადამღები ჯგუფის სტუმრობა და ქართული საუბრის გაგონება ლავრენტისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. ყველაზე დიდი ემოცია მირთმეულმა ხაჭაპურმა გამოიწვია. კარგია, კარგი, ძალიან კარგია. ასეთი. ემიგრანტობის 72 წლის მიუხედავად, ლავრენტი ჯაფარიძეს საქართველო არასდროს დავიწყებია. სამშობლოს სიყვარულით იტალიის მოქალაქეობაზეც უარი თქვა და შესაბამის პრივილეგიებზეც. სამაგიეროდ საქართველოს მოქალაქეობით და ქართული პასპორტით ამაყობს. საქართველოს მოქალაქეობა. დაბრუნდები, არაფერი არ მინდა მე. სახლთან ახლოს მოწყობილი ბოსტანი მშობლიურ რაჭას აკონებს. ასაკის მიუხედავად ნარგავებს საგულდაგულოდ უვლის, ბადრიჯანს, პომიდორს, ოხრახუშსა და სხვა ბაღჭეულს მეზობლებსაც უნაწილებს. იყვარ ბადრიჯანი, ხო? ახლახანს იტალიის ხელისუფლებისგან კიდევ ერთი ჯილდო მიიღო, თუმცა ქართველი პარტიზანის ერთადერთი სურვილი საქართველოში სამუდამოდ დაბრუნებაა.